დაიკიდეთ ყველას აზრი ვინ რას გეტყვით. ეხლაც მაგარი გამიხარდა გიორგიმ და ირაკლიმ რომ დადეს ვიდეო რა. მეგონა რომ აი მათ ოჯახში ვიყავი რა, აი მეც მათი ოჯახის წევრი ვიყავი. პირველი 21 სენატი რო დამიწერა YouTube-მა, არ ვიცი, აი ჩემზე ბედნიერი ადამიანი აი არ არსებობდა რა. მე ვარ ტაბამ და დღეს დაგიბრუნეთ ესეთი ვიდეოთი და ჩემი აზრით დამიფიქსირებინა ძველ და ახალ იუთუბერებში. ესე ვთქვათ, ძველი იუთუბერები, ახალი იუთუბერები რა კონტენტი კეთდება, ეგ რომ შემედარებინა და რომელიც ჯობია რა, ესე ვთქვათ, კონტენტების შედარება გამეკეთებინა ძველსა და ახალს შორის. თან დავაფიქსირებდი ჩემ აზრს როგორც მაყურებელი. ესე იგი, სადღაც 10 წლის წინ აი ძველი იუთუბერებზე რო ვთქვათ, აი ძალიან მომწონდა რა და აი ძალიან მაგარ დროს ვატარებდი უფრო ვიდრე ეხლა. და უფრო მსიამოვნებდა იმათი ყურება ვიდრე ეხლა, ანუ ეხლა იმას არ გულისხმობ, ეხლა არ მსიამოვნებს ამ ადამიანების ყურება რა პირიქით, ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებენ და წარმატებას უსურვებ ყველას თითოეულ მათგანს. უბრალოდ აი ადრე, სადღაც 10 წლის წინ, 9 წლის წინ, აი იმ პერიოდს გულისხმობ, აი ნიკა TMG რო ბუმში იყო, უფრო აი გიორგი გეიმსი, ირაკლი გეიმსი, თემურ გვარაძეც, მიხეილ HD და ასე შემდეგ, აი ეს ძველი იუთუბერები რა, რომელიც სიმართლე გითხრათ, იქიდან მოყოლებული რა ვიცი, სრულყოფილად ვინც აქტიურებს, ალბათ ნიკა TMG-ია მხოლოდ და მხოლოდ რა. ირაკლი და გიორგიმაც დაიწყეს რა, ისევ გააქტიურება და დადეს ვიდეო რა YouTube-ზე. და ძალიან გამიხარდა. ერთი სული მქონდა ხოლმე რაღაცა გეიმინგ ვიდეოებს დადებინე და აი წავიდა უყურე თან სხვათა შორისო უმეტესწილად ალბათ 1000-ში ერთი იყო ხოლმე რომ დადებულიყო ვლოგიან რაღაცა მაგდაგვარი უფრო სხვა ეს ჩელენჯებით. აი სულ გეიმინგი იყო რა, ანუ ეს იყო მოდაში ესე ვთქვათ. და აი ამ კონტენტს მიყვებოდნენ და ძალიან ბევრი ნახვებიც ჰქონდა. სხვათა შორის ეხლა უფრო უკვე გეიმინგს იმდენი ნახვა აღარა აქვს, იმიტომ რომ კონტენტებიც გაიზარდა რა და მრავალფეროვანი გახდა ვიდრე სადღაც 10 წლის წინ იყო. ძალიან რაღაც სენტიმენტებთან ასოცირდება ჩემთვის რა და ძალიან აი ვისურვებდი ისე რაღაც აი პერიოდი იყოს რა. კი ახლა ანუ იმას კი არ გულისხმობ რომ ძალიან წავიდეთ, მაგრამ რაღაც აი ვაიბი დაბრუნდეს რა და ეგ შეგრძნებები განიახლოს რა იმ ადამიანებმა, ვინც მათზე გაიზარდნენ. სხვათა შორის მეც სახლში მოვდიოდი სკოლიდან, ანუ ჭამა და ეგრევე კომპიუტერთან, ახლა ტელეფონებიც უკვე აი ბოლო პერიოდში უფრო რა სენსორებიანი ტელეფონი და რაღაცა აქეთ და იქით თურები იყო ხოლმე რა. ეხლაც მაგარი გამიხარდა გიორგიმ და ირაკლიმ რომ დადეს ვიდეო რა. მიხეილ HD-ც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რა მაგის რაღაც ვიდეო, უფრო ეგ უკვე თავის სფეროშია წასვლა, თავიდანვე მაგ განხილვები რაღაცა აქეთ იქით იმების ნახვა და ეხლაც უფრო მაგ კონტენტით არის რა, რაღაც თავისი მონტაჟების, ფოტოშოპის სწავლებები და ასე შემდეგ. სხვათა შორის მიხეილ HD იყო პირველი იუთუბერი ჩემი აზრით, როგორც მახსოვს, ვინც ანუ ეგეთი კონტენტი დაიწყო და ტუტორიალ კონტენტები, რომელიც აი დებდნენ ხოლმე ფოტოშოპის ახსნას, პრემიერისა გასწავლიდა და ძალიან ბევრი რაღაცა მაგ ადამიანისგანაც ვისწავლე რა და მე გამომადგებოა. ეხლა ჩემს პროფესიაში რა, ანუ პროფესიით ვიდეოგრაფი ვარ და რაღაცებს ვიღებ ხოლმე და თუ გინდათ დამიგავშეთ და განახებთ ჩემს ნამუშევრებს და იქნება შევთანხმდით. ეს პატარა ჩემ თავზე რეკლამა გავაკეთეთ. შემიძლია მთელი დღე მეყურებინა რა ლაივებში რო იყვნენ ხოლმე და მეგონა რომ აი მათ ოჯახში ვიყავი რა, აი მეც მათი ოჯახის წევრი ვიყავი. ამ ვიდეოებს რო ვნახულობდი ხოლმე მათი. ეს რაღაც ძალიან სენტიმენტებში გადავარდი და ძალიან ისეთი თემა გამომიდა და რეალურად შედარება უნდა გამეკეთებინა რა, რომელი უფრო ესე ვთქვათ ჯობია, კარგია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ერთი სიტყვით ესე მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ, ძველი იუთუბერები 10 წლის წინ, 9 წლის, 8 წლის წინ ვინც იყვნენ რა ესე ბუმში და ასე შემდეგ და ანუ მათ მეტი არავინ არ იყო, მართლა არავინ არ იყო რა, ეხლა რო არიან მაგალითად 100 და 200 პირობითად ვამბობ, მაშინ 5, 6, 7 და მაქსიმუმ 10 კაცი რა. და სხვათა შორის ვცდილობდი რა რომ დამეწყო, ძალიან ბანძი კომპიუტერი მქონდა და მინდოდა თამაშები გადამეღო და Far Cry 3-ის გეიმპლეიები დავიწყე რა. სხვათა შორის არ ვიცი ხო თუ მოვიძე კადრში ამოვიღებ ფოტოს დავდებ ჩემი არხის, რომელიც ვეღარ შევდივარ და მაგაზე მოგიყვებით თან კიდე პატარა სესუსტო ჩავაქსოვ რა. თამაშებს ვიღებდი ხოლმე რა და ნახვები მქონდა და სხვათა შორის
აი მაშინ მარტივი იყო უფრო რა subscriber-ები ანუ არ გჭირდებოდა 1000 ეს 4000 watch time არ გინდა და ასე შემდეგ და უფრო მარტივად ირთვებოდა მონეტიზაცია რა და პირველი 21 ცენტი აი როგორ მახსოვს ისიც პირველი 21 ცენტი რო დამიწერა YouTube-მა არ ვიცი აი ჩემზე ბედნიერი ადამიანი აი არ არსებობდა რა აი ისეთი ბედნიერი ვიყავი და ისეთი გახარებული ვიყავი რა და აი მეთქი ვსიო გავაგრძელებ მეთქი და რაღაცა აი დამეც ეგეთი პოპულარული გავიჩიტები და რაღაცა აკეთე და სხვადასხვა მქონდა ეგეგმები რა მაშინ რამდენი 15-16 სკოლაში დავდიოდ უბრალოდ აი ყველაზე ცუდი რაც იყო რა და რაც ხანდახან ეხლაც მაქვს ხოლმე მაგის ფიქრები რა აი ადრე ეს სკოლაში მე რო გავარდა ეს რო თამაშებს ვიყავ ხოდა მე დაცინვები რაღაცა ეგეთ აი ხო ხდები რა ეხლაც არის ეგეთი რაღაცეები ხოლმე რა ბევრი შევსწრები ვარ და ეხლა კიდე თმაკაც რო გაგიღადებოდა რაღაცა არ არის რა პრობლემა და თუნდაც ვიღაცა სხვა რა იგივე წოდებული აი მაყურებელი ვიღაცა უცხორო დაგიწყებს აი ფუ არ ვარ გადა ეს კომენტარში დაიწყებ ხოლმე აი ხვდებით რა და ადრე მაგანი მოქმედა მაგ ყველაფერმა იმოქმედა და აღარ გავაგზელე რა გავჩერდი რა და აი ალბათ მე სულ იმას ვფიქრობდი რა და სულ მაგაზე უნდა ნამდვილად რომ გამიგრძელებინა აი დღემდე აი როგორ ვიქნებოდი რა როგორც აი პირობდად ნიკა TMG არის ესე ცნობილი და ამდენ subscriber იყოს ამდენ გამომწერი იყოს და ეგრე ვიქნებოდი მეც მაგრამ არა ამიტომ ჩემჩევა იქნება რომ დაიგიდოთ რა აი მენა დაიგიდეთ ყველას აზრი ვინ რას გეტყვით დაგცინებთ თუ რა იქნება რაც გისწორდებათ გააკეთეთ რა ეგ ყველაფერი ყოველთვის იქნება ეგეთი ადამიანები რა ვიცი ესე ვთქვათ ბჭყალებში ბულინგი და რაღაცა რომ დაცინო აი ზუსტად ეგ მომენტი იყო და მაგან შემაჩერდა და დღემდე ვნანობ მაგ ყველაფერს მე კიდე გავაკეთე ერთი არხი ესე სკრინს ჩავაგდებ ახლა და სხვათაშორის მაგის განვიხილავ მაგ ვიდეოებსაც მე შემდეგ ვიდეოში ვფიქრობ რომ აი ჩავთო და უყურო 4 ვიდეო მიდევს თუ 5 და ეს ოღონდ ბოლო ეს სადღაც 4 წლის განმავლობაში ძველი YouTube ალბათ ყველა თანხმება ვინც უყურებდით აი და ჩემი ასაკისხართ და ცოტა ჩემს დიდები და ცოტა ჩემზე პატარები რომ ძველი YouTube იყო ძალიან მაგარი იმიტომ რომ აი რაღაცა ყველასთვის დარწმუნებულია სენტიმენტების აღუძლელი იქნება აი ყველაფერი და ძალიან აი რავი მოგწონთ და გინდათ ჩემი აზრით როგორც მე რა შეეხება ახალ ესე ვთქვათ 21 საუკუნის YouTube-ს, ესე რომ ვთქვათ. ეხლა უფრო თქმა უნდა ძალიან განვითარებულია ყველაფერი და აი ძალიან მაგრად მიდის რა, აი ელემენტარული იქნება ვიღოთ რომ მონეტიზაცია გაზრდილია და აი ასე შემდეგ და ასე შემდეგ ძალიან მაგარი პროექტები გამოდის, ძალიან მაგარი იუთუბერები გამოდიან, ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა უკვე ამ ყველაფერში და არ ვიცი, აი რამდენი ერთი ჩამოთვალო რა, რომელიც ძალიან წარმატებულები არიან და ეგ იუთუბერები მე ძალიან დიდ мотивაციას აძლევენ დამწყებებს როგორც მე რომ აი ყველაფერი მეკეთებინა რა და ვაკეთებ. თქმა უნდა ეხლა ადრე არ იყო ისეთი ხარისხები და ეხლა თქმა უნდა ეგ ყველაფერიც გაზრდილია და high level-ზეა უკვე რა თითქოს მაქსიმუმზეა ძალიან ბევრი იუთუბერს აქვს მაღალი ხარისხის ვიდეოები და ძალიან მართლა მაგარი კონტენტები მოდის მაგალითად Hungry Man-ი ავიღოთ, რავი, Hamaki ავიღოთ, G2G რომელიც აი უმაგრეს პროექტს აკეთებს მაფია ალბათ ყველა მისის და ჩემგან გაგება არ გაგიკვირდებათ პირველად რომ ვიტყვი ამას ძალიან მაგარ პროექტს აკეთებს აი არ ვიცი რა ესე ვთქვათ შედარება რომ გავაკეთოთ ძველსა და ახალს შორის ვერ იტყვი რომ ის ცუდი იყო და ან ის კარგი იყო და ეს ცუდია და ეს კარგია და ის ცუდია ვერ იტყვი რა ამას იმიტომ რომ ყველას თავისი მუღამი აქვს რა თქმა უნდა დრო გავიდა და მის მერე უკვე ძალიან ბევრი წელი გავიდა 10 წელი გავიდა და 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაც დაიხვეწა ხო რა თქმა უნდა მე უკვე შენც რო ხედავ რომ იუთუბერი აი მაგალითად შემოვიდა საეჭვო კაცი Hungry Man-ი ოქტოპუსი რომელიც აი ხარისხს დებს უკვე ხო ხდები რა შენ უკვე ხარისხოს ვეღარ ისე ვეღარ უყურებ რა კი შეიძლება ისეთ საინტერესო იყოს ის უხარისხო ვიდეო პირობითად რა დაგაინტერესოს რა მაგრამ ხო ხდები მაინც ვიზუალური ახმა და კაი ხმა კარგად რო გესმის ხა ყურში ხმა და კაი ვიზუალური ახმა რო აქვს და ფერები და ასე შემდეგ უფრო კაი სანახავია და ეხა რო ვილაპარაკოთ რო არა და რა მე ცუდი იყოს მაინც უყურებ ხო ხდებით რა ეხა აი მაგალითად
რაც Hungryman-მა პირობითად რამდენი ფანი ყავს ხო და რამდენი გამომწერი ყავს Hungryman-მა რომ დაიწყოს და 720 სპიში გადაიღოს ვიდეოები და 480 სპიში გადაიღოს ვიდეოები, აი დაამერწმუნეთ რომ არავისთვის საინტერესო აღარ იქნება რა, იმიტომ რომ ეს თვალი ისე გაქვს უკვე მიჩვეული და თუნდაც მარტო YouTube-ზე არა, ტელევიზია, ფილმები და ასე შემდეგ, თვითონ ტელეფონებიც უკვე ესეთია რომ ხო ხდება აი ისე გვართ უკვე მიჩვეული ამ ყველაფერს რომ არ გვინდა ეს ცუდი ხარისხი უკვე აღარ მოგწონს რა. გვინდა არ გვინდა, რამდენიც რომ ვილაპარაკოთ, მოგვეზრდება რა, ძალიან მალე მოგვეზრდება ასეთი ხარისხის ვიდეოების ყურება. ესე მოკლედ რომ ვთქვა, ანუ ეს რაც ხდება ძალიან მაგარია, ადრე რაც იყო ისიც ძალიან მაგარი იყო თავის დროზე და აი ეხლა ის იუთუბერები ისევ რომ მოდიან და აი მაგალითად წეგითარი ირაკლი გეიმს და გიორგი გეიმს და ისევ რომ იწევენ, აი ძალიან მაგარია. გამიხარდებოდა მიხეილ HD-ს თუ დაიწყებდა გეიმერებს და ისევ სტრიმები იქნებოდა ვიდეოები, ძალიან დარწმუნებულია რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს რა მაგ ყველაფერს. რაც ეს სპონსორები გაიზარდა და შემოვიდა YouTube-ზე, თან ძალიან ბევრი ახალი იუთუბერიც წამოვიდა. ჩემთან ერთად ესე რომ ვთქვათ რა, ჯერ მე ხა იმის მოლოდინები არ მაქვს სპონსორი და აქეთ და აქეთ. ვაფშე ეს სულელია ეგ ყველაფერი რა, მაგაზე არც კი ვფიქრობ. ხანდახან კი მეფიქრება და რა თქმა უნდა, გჭირდება რა, ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ ეს განვითარებაში გეხმარება, მაგრამ მიზანი ის არ უნდა იყოს, რომ მოდი მე მილიონერი გავხდები და არა, უბრალოდ მოგწონს რა, ხალხის შენ ვიდეოებს აფასებს და შენ ასაც აკეთებ რა. დარწმუნებული ვარ, სადღაც 10 წლის წინაც რომ აი ამდენი სპონსორი ყოფილიყო, რაც ეხლა არის YouTube-ზე. დარწმუნებული ვარ, ეხლანდელი YouTube სივრცე უფრო high level-ზე იქნებოდა, ვიდრე ეხლა არის ამ კონკრეტულ მომენტში რა. ხოდა რა დროთა განმავლობაში აუწყობთ ფეხს და ალბათ წავალთ რა, როგორც აი გახდება ის ამერიკაში, როგორც არის YouTube და სხვაგანები. ევროპულ ქვეყნებში არის YouTube ესე რომ მარტო მონეტიზაციით ცხოვრობს ეს იუთუბერი და ისჩენს თავს და აკეთებს კონტენტს, იმედი მაქვს რომ ჩვენთანაც მასე იქნება რა. ძალიან ბევრი ვილაპარაკე რა. ეხლა უყურებ და 18 წუთია რაც ვლაპარაკობ. აი ვაფშე სულ სხვანაირად მინდოდა რომ წასულიყო ეს ვიდეო რა. სულ სხვანაირი შეფასება მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ რაღაცა უბრალოდ ეს დავჯიქ კამერასთან და ვილაპარაკე იმეებზე თუ რას ვაკეთებდი მე. მაგრამ ვფიქრობ რომ რაღაც საინტერესო ვიდეო გამოვიდა. ალბათ, იმედი მაქვს რომ არ დაგღლით ამ ვიდეოს ყურებით, ეხლა ვეცდები რომ შევამოკლო და სხვათა შორის 18 წუთის განმავლობაში არც ერთხელ არ მithქია გამოიწერეთ არხი თქო და რავი, იმედია ამომივარდა თავიდან. ვეჩვევი მაგ ყველაფერს რა, მოვიწყდება რომ უთხრა რომ გამოიწერონ არხი და რავი, ძალიან გამახარებს თუ გამოიწერეთ არხს და დაალაიქებთ და უბრალოდ კომენტარებშიც დაწერეთ ან რა გადავიღო შემდეგი, ან კიდე რა შევცვალო. მადლობა ყურადღებისთვის და იმედია არ მოგაბეზრეთ თავი რა. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.